მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან მცირე ვიდეო ჩაწერა მინდა დღეს, გუშინ მყავდა მანქანა სერვისზე. დავასერვისე რაღაცეები რაც წელს ხოლმე 1000 კილომეტრზე, მათ შორის ვიყიდე ჰაერისფილტრი და მინდა რომ ჰაერისფილტრი გამოვცვალოთ თქვენთან ერთად და ვნახოთ საქართველოს პირობებში, მათ შორის უგზოობა სიარულის დროს, რა ემართება ჰაერისფილტს 10000 კილომეტრში. ეხა ერთად გავხსნათ და ვნახოთ ძველი ჰაერისფილტრი. აი ხედავთ ხო? ხელი არა დადებული. ახალივით გამოიყურება ჰაერისფილტრის ყუთი. ამეთი რაც ქონია, ვნახოთ. Picho. აი მეგობრებო. ამ ჰაერისფილტს ცვლი ყოველ 10000 კილომეტრზე. და ყველას გიწევთ რეკომენდაციას, რომ შეცვალოთ ყოველ 10000 კილომეტრზე, იმიტომ რომ ამოიღებთ ასეთ რაღაც. ეხლა მოვიტან ახალს და განახებთ როგორ გამოიყურება ის. ვინაიდან შეგნით ესეთი რამე ხდება, აი ესეთი მოვიმარჯვებთ ამას და ბარემ იქაურობასაც ამოვწმინდავ. სანამ ახალი ფილტრი ჩავდო. ახალი ჰაერის ფილტრი, რა თქმა უნდა, ორიგინალი, ძველის ფონზე. ეხლა გავხსნათ, ამოვიღოთ და ნახოთ როგორ გამოიყურება. ნამდვილი კი არა და ახალი ჰაერის ფილტრი როგორ უნდა გამოიყურებოდეს. მეგონი სხვაობას ხედავთ, ხო? ამ ადგილებს დავაკვირდით, 10000 კილომეტრი სულ ახალი. 10000 კილომეტრი სულ ახალი. ამიტომ დავსკვნოთ თქვენ თვითონ გამოიტანეთ. მე მგონი ვიდეოდან გამომდინარე თვალსაჩინოდ ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ საქართველოში თუ მანქანას იყენებთ განსაკუთრებით უგზოობაზე ყოველ 10000 კილომეტრში ერთხელ აუცილებლად შეცვალოთ ჰაერის ფილტრი. ნუ ZC და ძრავის ფილტრი აღარ ვიზახი. ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანია შეცვალოთ სალონის ჰაერის ფილტრი, იმიტომ რომ ის მტვერი რაც იქ იყო, მათ შორის ხდება სალონის ჰაერის ფილტრში და მერე ეს მტვერიანი ჰაერი შემოდის თქვენთან და თქვენი მანქანის მგზავრებთან. ამიტომ მე ყველა ზეთის შეცვლაზე 10000 კილომეტრში ერთხელ, 9000 კილომეტრში ერთხელ სული მათ შორის ჰაერის ფილტრი და სალონის ჰაერის ფილტრი. აბა წარმატებების უყოლას. თქვენი აზრი დაწერეთ რა სიტყვით იმ დაბინძურებულ ფილტრზე.